საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა საშუალო სკოლებში. კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა სოციალური მედიის მავნე ზემოქმედებისგან. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემები 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 90% ყოველდღიურად სარგებლობს სმარტფონით, ხოლო 58% სოციალურ ქსელებში აქტიურობს. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ამ პლატფორმებმა შესაძლოა შეამციროს თვით შეფასება და გაზარდოს თვით დაზიანებასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან და სუიციდთან დაკავშირებული კონტენტის გავრცელების რისკი. ვაგზავნით წინასწარ შეფუთულ ჰუმანიტარულ ამანათებს. მათში შედის საკვები, სამედიცინო აღჭურვილობა, ყოველდღიური მოხმარების აუცილებელი ნივთები და სხვა საჭირო საშუალებები. ასევე ჰიგიენური ნაკრებები, რომლებიც დაეხმარება ოჯახებს, რომლებსაც ელექტროენერგიის გარეშე ხშირად უწევთ ყოფნა. რადგან კომუნისტურმა რეჟიმმა არჩია ხალხის ფული მიეთვისებინა და რესურსები საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰუმანიტარული მიმართულებით მხოლოდ პირველი პატარა ნაბიჯი იქნება და მომავალში ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის მოსახლეობის კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს. კანონი არ გავრცელდება ონლაინ ენციკლოპედიებზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმებზე, ასევე ღია პროგრამული უზრუნველყოფის რესურსებზე. მიუხედავად, პარლამენტის მხარდაჭერის მოსალოდნელია, რომ კანონის შესაბამისობას საფრანგეთის კონსტიტუციასთან შეამოწმებენ, რის გამოც მისი ამოქმედება შესაძლოა გადაიდოს. დღეს როგორც პოლიტიკოსების ჩვენი მთავარი კითხვა არის, ვინ განსაზღვრავს იმ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო გარემოს, რომელშიც ჩვენი შვილები იზრდებიან. რა თქმა უნდა, მესმის პირადი თავისუფლების შესახებ არგუმენტები, ასევე მესმის, რომ ზოგიერთი ამ საკითხის კონსტიტუციურ საბჭოში გადატანას ითხოვს. თუმცა, ჩემი აზრით, თავისუფლების აუცილებელი პირობაა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ყურადღების მართვის შესაძლებლობა, წვდომა სანდო ინფორმაციაზე და თავად გადაწყვიტოს თუ რას ხედავს. ეს პირობები აღარ არსებობს, როდესაც პლატფორმები ჩვენს კოგნიტურ სისუსტეებს კომერციული სარგებლის მისაღებად იყენებენ. ბოლო წლებში რამდენიმე ოჯახმა TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი მტკიცებით, პლატფორმაზე გავრცელებული მავნე კონტენტი მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა და ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა. ჩემმა ქალიშვილმა ყველაფერი თვით დაზიანებით დაიწყო. შემდეგ პარაცეტამოლის მიღებით სუიციდის სცადა. მოგვიანებით კი მძიმე ანორექსია განუვითარდა. ის წელიწად ნახევრის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. თავიდანვე მქონდა განცდა, რომ რაღაცას ვერ ვამჩნევდი, თითქოს არსებობდა რაღაც გარე ფაქტორი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდით. სწორედ იმ პერიოდში წავიკითხე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის წინააღმდეგ სარჩელი იყო შეტანილი. იქ აღწერილი იყო ზუსტად ისეთი შემთხვევა, როგორც ჩემ შვილს დაემართა და სხვა მშობლებმაც ამის გამო უჩივდეს TikTok-ს. მაშინ მივხვდი, რომ ეს ზუსტად იგივე ამბავი იყო. მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს ან მიღებულია ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და ინდონეზიაში, სადაც არასრულწლოვანთა სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა.